უპილოტო საფრენი აპარატები თანამედროვე სოფლის მეურნეობაში უკვე წლებია სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ყველაზე გავრცელებული მიმართულება მეურნეობის ვიზუალური მონიტორინგია. ჩვეულებრივი სამომხმარებლო დრონითაც კი შესაძლებელია შეიქმნას ჰექტრობით ველების დეტალური რუკები, ამ პროცესს ფოტოგრამეტრიას ეძახიან. თერმული სენსორით აღჭურვილი დრონები კი იძლევა ზუსტ ინფორმაციას ნიადაგის სტრუქტურის, ტენიანობისა და ტემპერატურის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით იგეგმება ნიადაგის დამუშავების მეთოდი და მორწყვის რეჟიმი. დიდ მეურნეობებში უკვე ფართოდ გამოიყენება მძლავრი აგროდრონები, სპეციალურად აღჭურვილი სისტემები. ამ ტიპის დრონების მთავარი ფუნქცია მოპნევაა. ისინი გამოიყენება როგორც თესვისას, ასევე მას შეუძლია კონკრეტულ ტერიტორიაზე საჭირო რაოდენობის სასუქის მოფრქვევა. ყველაზე ხშირად კი დრონებს ქიმიური პრეპარატების, პესტიციდების, ჰერბიციდებისა და ფუნგიციდების შესასხურებლად იყენებენ. ამ ტიპის წამლობას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. სწორად დაგეგმის შემთხვევაში ხსნარის დრონით შესხურება იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს, პრეპარატი არ იხარჯება უმიზნოდ და არ ბინძურდება გარემო. მცირდება მუშახელის საჭიროებაც, თუმცა ამ დროს აუცილებელია სიფრთხილე და ზუსტი პროპორციების დაცვა. აგროდრონების სფერო სწრაფად ვითარდება. უკვე არსებობს დრონთა გაერთიანებული სისტემაც, რომელიც საერთო პულტით იმართება და შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე დრონის აფრენა. ტექნოლოგიური კომპანიები აქტიურად მუშაობენ დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზეც. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით დრონი თავად დაამუშავებს ვიზუალური მასალიდან მიღებულ ინფორმაციას. დამოუკიდებლად ამოიცნობს მავნებლებისა და დაავადებების პრობლემებს, დაამუშავებს მათი გადაჭრის გზებს და ინფორმაციას ფერმერს სმარტფონზე გაუგზავნის.